ჩაზიც დავიწყოთ. ამას სწავლობთ ბიჭებო? ეს რა არის? ეს აჩვენებს თუ რამდენ low kick ახორციელებს ის მარცხენა ფეხით. მარჯვენათი და ასე შემდეგ. ეს უნდა ნახოთ. ილია, შეგიძლია ეს ვიდეო მათ აჩვენო? ესე იგი, ილიას აქვს ცხრილი, რომელშიც აღმოსხულია ჩარლზის მიერ შესრულებული ყველა დარტყმა. რამდენი განსხვავებული დარტყმაა მასში? ისლამის შესახებ რა სიტყვი? შეხედე. ის მისი თითოეული ბრძოლის ანალიზსა და ყველა დარტყმასა და მოქმედებას მაჩვენებს. ოქტაგონის რომელ ნაწილში გრძნობს ის თავს უფრო კომფორტულად, სად ყოფნისას ახორციელებს უფრო მეტ პანჩს და ასე შემდეგ. ჩვენ ოქტაგონი რიცხვებად გვაქვს დაყოფილი. მაგალითად, ოქტაგონის კუთხეს შეესაბამება რიცხვი 1, ცენტრს 2, სხვა ადგილს 3 და შესაბამისად თითოეულ მის ბრძოლაში ჩვენ ვაფასებთ თუ სად გრძნობს ის თავს უფრო კომფორტულად, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ყოფნის შანსს არ მოგცემ. მე იმ ადგილისთვის ვიბრძოლებ და ისეთ ადგილას ყოფნას გაიძულებ, სადაც თავს არ კომფორტულად გრძნობ და ვერ იჩხუბებ. ეს სრული სიგიჟეა. ამას რომელიმე სხვა მებრძოლიც აკეთებს. ჩვენ ამას ყოველი ბრძოლისას ვაკეთებთ. სხვა მებრძოლები თუ მიმართავენ იმავე მეთოდს, არ მსმენია რომ ვინმე ამას აკეთებდეს. შეიძლება დიდი საიდუმლო გაამხილე. ეს სიგიჟეა. ამ ადამიანმა მითხრა, თუ ანალიტიკურად მიუდგებით და ყველაფერს რიცხვებამდე დავიყვანთ, არსებობს სცენარი, რომელშიც ის შენ დაგამარცხებს. წარმოუდგენელი. ამას დაყრდნობით შენ წარმატების 100%-იანი მაჩვენებელი გაქვს. ის გეუბნება, რომ თუ ამას და ამას გააკეთებ, გამორიცხულია რომ წააგო. შესაბამისად, მოსამზადებელ კემპს სწორედ ამაზე დაყრდნობით ვაგებ. უბრალოდ მოსამზადებელი კემპი არ მაქვს. თითოეულ კემპს კონკრეტული მეტოქის ანალიზის საფუძველზე ვაყალიბებ. უპირველეს ყოვლისა, მაგალითად, ჩარლზთან შხუბზე არ ვფიქრობ. ჩვენ ჩარლზის გუნდის პოზიციაში ვაყენებთ თავს. და ჩარლზის უნარების გათვალისწინებით ვფიქრობთ იმაზე, თუ რას გავაკეთებდით ილიას წინააღმდეგ. With all the abilities that Charles has, what we would do against Ilya. Yeah, exactly. That's amazing. The first thing we think პირველ რიგში ვფიქრობთ იმ სისუსტეებზე, რომლებიც ილიას აქვს. ჩვენ ყველაფერს ჩარლზის პერსპექტივიდან ვაანალიზებთ. From Charles' perspective. You know what I mean? I just knock him out. მე ის დაანოკაუტე. როგორ შეიძლება კლუბ BMF-ი იყო თუ მე დაგანოკაუტე. საწყისი 10 წამის განმავლობაში მიწისკენ მიუთითე და ის გაიქცა. შემდეგ მე ის მაინც დავიჭირე და დავაძინე. ამ ყოველფრის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება რომ ისევ BMF-ი იყო. ეს კამარი მან მსუბუქ მოიპოვა. ეს როგორ მუშაობს? მეც ვფიქრობ, რომ მან რემატჩი დაუყოვნებლივ არ უნდა მეიგოს, რადგან შენის ორი ბრძოლის წინ დაანოკაუტე, ხომ არ ვწდები? რა თქმა უნდა, არ ეკუთვნის. მან ჯერ არმანთან უნდა იჩხუბოს. ეს სრული სიგიჟე იქნება. მსუბუქი წონა ვარსკვლავებითაა დახუნძლული. ის არმანის და პედი ჯასტინის წინააღმდეგ დიდებული იქნება. მათ ამის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ამდენ ხანს დაავადები. რა პრობლემაა? მათ ეს უნდა გააკეთონ, გეთანხმები. ამ პერიოდში კრივში ძალებს სიამოვნებით მოვსინჯავდი. ამის შემდეგ? არა, მანამდე. კრივში ბედის ცდა ძალიან მინდა. ახლა ამას ვერ იზამ, რადგან UFC-სთან კონტრაქტი გაქვს, ხომ ასეა? მათ შეუძლიათ ჩხუბის უფლება მომცენ. შეგიძლიათ თქვა, რამდენი ბრძოლა გაქვს კონტრაქტით დარჩენილი თუ არა? ვალდებული არ ხარ ეს გაამხილ. ვიცი რომ ვალდებული არ ვარ, მაგრამ რა პრობლემაა? 5 თუ 6 როგორც მახსოვს. საქმე იმაშია, რომ არ მანაღოლებს თუ რამდენი შეხვედრა მაქვს ხელშეკრულებით დარჩენილი. თუ MMA-ში ვიასპარეზებ, ყოველთვის მხოლოდ UFC-ში ჩხუბის სრული მექნება. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ბრძოლას მომცემენ. როცა კონტრაქტი დასრულდება, შემდეგ კრივში გადასვლის შეძლობაც გექნება და ნებართვა აღარ დაგჭირდება, ხომ ასეა? კი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ UFC-ში ისევ მაქვს ბრძოლები დარჩენილი, კრივში გადასვლის ნებართვა მათ ნებისმიერ დროს შემიძლია უთხოვო. მათ ეს კონორთან დაკავშირებით გააკეთეს და რატომ ჩემთან მიმართებითაც არა? კონორის გარდა მათ ამის უფლება არავისთვის მიუციათ და ჩემი აზრით ამ ხრივ საუკეთესო შანსი შენ გაქვს. კრივში გადასვლა შესანიშნავი იქნებოდა. ამის გაკეთება ძალიან მინდა. საქმეს მიუხედავად თურქი. რა თქვი?
This guy. ის ბიჭი სახელი ზუსტად არ მახსოვს. თურკი. From Turkey or რაღაც მსგავსი. yeah. Turkey. I would love it. We will შესანიშნავი გამოცდილება იქნებოდა. like I mean, your boxing to watch is fucked. შენი კრივის ყურება სრული სიგიჟეა. training camp for the boxing. კემპის გავლა მხოლოდ კრივისთვის კარგი იქნებოდა. რა თქვი? კრივის ყურება არ მოგწონს? No, I said. არა, you watch UFC-ში your შენი boxing კრივის ყურება is- სრული სიგიჟე იქნება მეთქი. It's crazy to watch. The only thing that happens. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კრივის სამყაროში საუკეთესოები ერთმანეთთან არ ჩხუბობდნენ. ყველანი სხვადასხვა ორგანიზაციების მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ და ამის ყურება საინტერესო არ არის. different organizations. They ჩვენ all საუკეთესოების go ბრძოლის ყურება გვინდა. We don't like to see that. We like to see the ხვდები best რას გულისხმობ? fighting against the best. You know what I mean? Yep. კი, So now როგორც it ჩანს, seems that ახლა მათ ამის გაკეთება დაიწყეს. now you start seeing like კანელო კროუფორდის წინააღმდეგ. I don't know. უსიკი ენტონი ჯოშუას პირისპირ. Joshua. You see big fight. ახლა გამორჩეული ბრძოლები ინიშნება. So did you? არ მახსოვს სპორტერბაში რა თქვი აღნიშნე თუ ვინ იქნებოდა სასრული მეტოქე. Opponent would be? I don't know. არ ვიცი, ამის შესახებ არ მიფიქრია. I would love to go. კანელოსა და კროუფორდს შორის გამარჯვებულ სიამონებით შევხვდებოდი. Canelo and Crawford. The only thing is that მაგრამ საქმე ისაა, რომ კანელოსთან პაექრობა არ მსურს, რადგან ის ჩემთვის საკულტო პიროვნება იყო და მისგან ბევრი რაღაც ვისწავლე. რამდენიმე შენთვის საკულტო პიროვნება უკვე დაამარცხე ხომ ასეა. A few of your idols now already, right? What? You've beaten a few people that you've looked up to now. რას გულისხმობ? Like you beat. მაგალითად, როცა მაქსზე ჩხუბებოდი, შენ თქვი, რომ მაქსი შენთვის მისაბაძე პიროვნება იყო და შენ მას დიდ პატივს სცემდი და ეს მხოლოდ ბიზნესს წარმოადგენდა. But you told them it was all business, right? რა თქმა უნდა. Yeah. There's always respect. for მე ყოველს whoever. პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვცადო. I have to try. რატომაც არა. Why not? I think if you And go at to the boxing, same- yeah, you gotta at the fight a same big point, name. I feel თანაც that უგრძნობ, რომ ამის გაკეთება შემიძლია. I can do it. Maybe it's შეიძლება it's a little პირდაპირ bit ამ ბიჭებთან small. დაპირისპირება ნაადრევი იყოს, რადგან მინდა რომ ზურგს რაღაც გამოცდილება მიმაგრებდეს. რადგან კრივში ყველაფერი განსხვავებულია. Because the rounds. სწორედ ამიტომ მინდა რომ თავიდან ცოტა მივეჩვიო. I wanna get used to it. That could be smart. თუმცა თუ ამის საშუალებას თავიდანვე But if they მომცემენ, wanna give me the opportunity directly, მაშინ რატომაც არა. why not? Yeah, no one's done. ეს არავის გაუკეთებია. კონორი პირდაპირ ფლოიდს შეერკინა. თუ საშუალება გექნება და დიდ თანხას შემოგთავაზებენ, ალბათ უარის თქმა გაგიჭირდება. Right? Against who? ვის წინააღმდეგ? მაგალითად კანელოსთან. It's not about the თავარი თანხის მოცულობა არ არის, it's რაც always პრინციპში well ყოველთვის ასრულია, in our lives, but მაგრამ მე it's something ამის გაკეთება ძალიან მინდა. just Just to do it. imagine როცა that ამ I სპორტში started მოღვაწეობას this ვიწყებდი, sport, I moved უამრავი so ბრძოლა და სპარინგი ისე ჩავატარე, რომ $1 არ მიშოვია. without making a dollar, you know what I mean? I did it because იმიტომ გავაკეთე, რომ ეს საქმე მიყვარდა. this is the same thing I have. ახლა კრივთან დაკავშირებითაც იგივეს ვგრძნობ. მინდა რომ კრივში ძალები მოვსინჯა. ამ გამოცდილების შეძენა მსურს და ჩემი აზრით, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. რადგან MMA სამყაროში ბევრ რაღაცას მივაღწიე და ახლა ახალი რაღაცის აღმოჩენა მსურს. I've accomplished many things in the MMA world, and now I want to discover something new. That'd be insane. I think. სრული სიგიჟე იქნება, ჩემი აზრით, შენ ამის გაკეთება შეგიძლია. Of course, we're რა gonna, თქმა უნდა, მე ამას გავაკეთებთ. yeah, we're gonna ძალიან კარგად გავირჯებით. ამას საკუთარი თვალით ნახავთ. maybe the first one. შეიძლება პირველი გახდე, ვინც კრივში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაისაკუთრებს. ეს სიგიჟე იქნება. 'Cause, yeah, კონორისა და ფლოიდის დაპირისპირება თავისი წინარე პერიოდით ეპიკური იყო. built up everything. It was just epic, right? Yeah, ნამდვილად. it was. Did you like the ბრძოლა fight? მოგეწონა. I mean, the fight. საუკეთესო შერკინება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა იმ ბრძოლათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთა ჩატარების არავის ჯერა. როცა ზარის ხმა გაისმის, ვერ იჯერებ, რომ ეს ნამდვილად ხდება. რადგან მის გარშემო წარმოუდგენელი მასშტაბის ჰაიპი ტრიალებს. Did you watch და ლაივში უყურე? კი, ჩემს კანადელ მეგობრებთან ერთად შენ? With all my friends in Canada. You? მე pay-per-views მეშოვით. in the pay-per-view. Yeah. Oh no, I wasn't. ბრძოლას არც მე ვესწრებოდი ტელევიზორში ნახე. ტელევიზორში მეც. And with
კანელოსა და კროუფორდის ბრძოლას დაესწრები? I don't know. არ ვიცი. დანას თუ ექნება სურვილი რომ მიქვიყოთ. When is that, do you know? როდის სტარტდება ხომ არ იცი? როგორი ურთიერთობა გაქვს დანასთან? He's just ის ბიძია დანა. and just like a ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ და ბიზნესი არ გვაკავშირებს. UFC-დან შემოსავალს არ ვიღებთ. უბრალოდ მეგობრები ვართ. with the UFC, we don't like get paid or anything like that. It's Just friends. just friends helping friends. დანა რაღაცაში გვეხმარება, შემდეგ ჩვენ ვეხმარებით და ასე შემდეგ. He'll help us, he'll do us a favor, and then we try our best to do him a favor. Of course. And we're always just ის kinda ჩემთვის out. მისაბაძი პიროვნება. But yeah, I mean, I used to look. როცა ვიზრდებოდი UFC-ს უყურებდი და მეგობრებს ვეუბნებოდი რომ თუ მომავალში YouTube-ზე UFC-სთან დაკავშირებულ კონტენტს შევქმნიდი, ოცნებას ავიხდენდი. I was like, that'd be a dream. ახლა კი მანქანაში ორმაგ ჩემპიონთან ერთად ვზივარ. Sitting here in a car with the fucking double champ The dreams come. ოცნება აგიხდი. and all this. კი, ყველა ივენტს ვესწრებით და საბოლოო ჯამში ჩვენ უბრალოდ კომოგები ვართ. ჩვენ ბრძოლების ყურება გვიყვარს. We just love it, love watching. But yeah, he gave me ერთხელ დაბადების დღის საჩუქრად $250,000 მომცა. So we went. ამ საუბარმა გამახსენა. ჩემი დაბადების დღე იყო და დანასთან ერთად ვსადილობდით. დანამ სპიკერის ყუთი მომცა და მეგონა რომ შიგნით სპიკერი ინო, რადგან ერთი წლით ადრე მან Happy Daddy-ს ფეხსაცმელები მაჩუქა. ამიტომაც ვფიქრე რომ Happy Daddy სპიკერი იქნებოდა. თუმცა როცა გავხსენი შიგნით ნაღდი ფულით სავსე ჩანთაიდო. არ ვიცოდი რამდენი იყო, 50,000 მეგონა. Bag of cash. And I didn't know how much it was. I thought it looked like 50 or something. Yeah, And then და მე სახლში დათვლა დაიწყე რა. yeah, and კი. he looked at me and he's like, შემოხედა და მითხრა რომ ჩანთაში $250,000 იყო. what you did? აში დახარჯე. I think I როგორც მახსოვს შევინახე. put it away. I didn't even spend არ it. დახარჯე. I didn't spend it. კონკრეტულად არაფერზე დამიხარჯოს. I might have gambled. ნაწილი აზარტულ თამაშებში გამოიყენე, რადგან ვეგასში ვიყავით და ნაწილი მეგობრებს მივეცი. Gamble a lot. აზარტულ თამაშებს ხშირად თამაშობდი. სპორტში ფსონების გაკეთება მიყვარს და თუ ვეგასში ვარ, აზარტულ თამაშებზეც არ ამბობ უარს. Prize Pick-ი, Blackjack-ი. You? შენ? No, საერთოდ არ მაინტერესებს. Blackjack. Blackjack-ი კარგი გასართობია. it is. ნამდვილად.